სახლისთვის სახურავი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ თქვენი საცხოვრებელი ადგილის განახლება ან სულაც თავიდან აშენება სწრაფად და ხარისხიანად გინდათ, მაშინ კომპანია Nova სწორედ თქვენთვის არის განკუთვნილი. სასახურავე მასალას Nova უშუალოდ აწარმოებს, ამიტომ პროდუქციის ხარისხში შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ. დღეს სამშენებლო მასალების კომპანია კიდევ ერთ საინტერესო და აუცილებელ პროცესს გაგაცნობთ. როგორ უნდა გადავხუროთ სახლის სწორად და როგორ შევუნარჩუნოთ სახურავს ხარისხი. ჩვენ მივზადებით მორიგული გასასვლელად და გაჩვენებთ რა ინსტრუმენტებია საჭირო დახურისთვის, თუნუქი საჭრელი, დრელი, იგი არის რაღაც ინსტრუმენტები, რასაც განახლებთ. ჩვენ ვიყენებთ ინკოს, იმიტომ რომ პრაქტიკაში ძალიან კარგად მუშაობს. არის სანდო, ხარისხიანი და ამძლე. მაქსიმალური კომფორტისთვის და ელექტროენერგიის დაზოგვისთვის კომპანია Nova სახურავის დათბუნებას გირჩევთ. დათბუნებასაც თავისი წესი და მეთოდი აქვს. დათბუნებას როცა ვახდენთ, აუცილებლად გვინდა 3 შრე. ამ 3 შრიდან პირველი შრე არის ეგრეთ წოდებული ორთქლის იზოლაცია, როდესაც სახლიდან ამოსული ორთქლს აკავებს ეს პირველი შრე და ისე ატარებს ჰაერს. მეორე შრე არის უშუალოდ თბოიზოლაციის მასალები, რომელიც არის სახურავზე რეკომენდებული არის და კარგი არის გამოვიყენოთ მინაბამბა ან ქვაბამბა. შესაბამისად, რა დონის დათბუნება გვინდა იმ შემთხვევაში ეს საშუალებები ჩვენ დამატებით იმის საშუალებას ვაძლევს, რომ მოვახდინოთ თბოიზოლაციასთან ერთად ხმის იზოლაციაც, ანუ წვიმის შემთხვევაში და გარედან სახურავიდან შემომავალი ხმაურსაც ვაკავებთ და მესამე შრე, რომელთაც უკვე იზოლაციას ვასრულებთ, ეს არის წყლის იზოლაცია, ეგრეთ წოდებული ჰიდროიზოლაციის მემბრანები. თუ სახურავს ვაკეთებთ, ხურავთ სახლს და არ ვახდენთ დათბუნებას, ამ შემთხვევაში ენერგო დანაკარგებიდან 25% გვეკარგება სახურავიდან. ანუ ჩვენ ელექტროენერგიაში ან გაზში, გათბობაში ან გაგრილებაში გადახდილი თანხის 25%-ს ვიხდით უბრალოდ ჰაერში. ისე რომ ვერ ვსარგებლობთ ამ 25%-ით. ესეთი დანაკარგი რო არ გქონდეს, ამისთვის აუცილებელია სახურავის დათბუნება. დათბუნებას ვახდენთ ჩამოთვლილი მეთოდით. ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ მინაბამბაზე. მინაბამბა თვითონ სიტყვიდან გამომდინარე ტერმინოლოგიურად არის შემორჩენილი, თუმცა ახალი ტექნოლოგიებით, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისად დაინერგა ჩვენს პარტნიორ იზოჯამში, არის ის, რომ მინაბამბის წარმოება გადავიდა უკვე ქვიშის ბოჭკოებზე და დაიწყეს ქვიშის ბოჭკოებით წარმოება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა არის. არანაირად მავნე არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც მისი უშუალო მონტაჟის დროს, ასევე მისი ექსპლუატაციის, ანუ გამოყენების დროსაც არანაირად ადამიანის ჯანმრთელობას არ უნებს. იზოჯამს გააჩნია სერტიფიკატების შესაბამისი, რომ არის ასე ვთქვათ ეკოლოგიურად სუფთა, გარემოსთვის გამოსაყენებლად ჯანსაღი და უპრობლემო, რაც შეგვიძლია ჩვენ მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს მოთხოვნის შემთხვევაში. ასევე მინაბამბასთან ერთად არის ქვაბამბა, ისეც ანალოგიურად მინერალური ბამბად ითვლება. ქვაბამბის ძირითადი შემადგენლობა არის ბაზალტის ქვა, ბაზალტის ქვისგან წარმოებს ქვაბამბა. ამ ორი ტიპის დათბუნება, ანუ სხვადასხვა მოთხოვნილების შესაბამისად განსხვავდება. არის ადგილები, სადაც უნდა გამოვიყენოთ მინაბამბის მინერალური ბამბა, არის ადგილები, სადაც უნდა გამოვიყენოთ ქვაბამბის მინერალური ბამბა. ეს განისაზღვრება პროექტის მიხედვით, თუ რა ეფექტი და როგორ სურს მან მოახდინოს თავისი სახურავის იზოლაცია. ორივე გვაძლევს იდეალურთან მიახლოებულ ეფექტს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დავზოგოთ ჩვენი ენერგო დანახარჯები 25%-ით. გადახურვის პროცესი კი ასეთია.
ვამაგრებთ ზემოთ ღარზე, აი მაღალ ღარზე და შურუპს აქვს თავისი რეზინი. ანუ იმ რეზინას იმ დონემდე არ მიგვყავს, რომ გასკდეს, ან პირიქით. ძალიან დაიჭყლიტოს და მერე წყალი გაუშვას. ჩვენ ეს მოვჭერით ეს ნაჭერი, რაც გრძელი იყო. ზედმეტი დაშურუპება მორჩა, ახლა შეგვიძლია ჩვენ კეხი დავამაგროთ. ეს არის ბოლო შტრიხი, კეხის დაფარება. აი ესეთი მით. აი ეს დაიფარება. დავაშურუპებთ. და ეს არის ბოლო ფორმა საფურავის, როგორც იქნება. ხარისხის, სანდოობის და ხელმისაწვდომი ფასების გარდა კომპანია ნოვა ოპერატიულობითაც გამოირჩევა. მისი თანამშრომლების სასურველ მასალას რამდენიმე საათში დაგემზადებენ.